მიიღებს თუ არა ინტერპოლის საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას დააკავონ მიხეილ სააკაშვილიმ. ეს კითხვა როგორც ჩანს 2015-ის აქტუალური იქნება. როგორც გავიგეთ, პროკურატურაც დასარაკლებს და ყოფილ პრეზიდენტს მუხზე უმატებს. გიორგი ბადაშვილი კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღრძრული ყველა საქმე სასამართლოში უახლოეს მომავალში გადაიგზავნება. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ინტერპოლის თანხმობამდე საკითხი კვლავ ქართველი პოლიტიკოსების დავის საგნად რჩება. ქეთი ბოჯგუაგი ამბობთ, გაივლის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი გზას შიდა ძებნიდან საერთაშორისო ძებნამდე. ეს ინტერპოლის საიტზე საქართველოს სახელით ძებნილი პირების სია. 122 კაციან ჩამონათვალში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი ჯერჯერობით ისევ არ არის. სიის 133-მდე გაზრდის პირობა მთავარმა პროკურორმა დღეს კვირის პალიტრასთან დადო. საქართველოს პროკურატურამ მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე. ყველა საქმე, რაშიც სააკაშვილი ბრალდებულია, უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში განსახილველად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს. მართლგუნდში ფიქრობენ, რომ პროკურატურის მოთხოვნა საფუძვლიანი და რეალურია. წითელ ცირკულარზე კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის გამოჩენა კი ქვეყნის იმიჯს არ დააზარალებს. წითელი ცირკულარით პირის ძებნას ახორციელებს ინტერპოლი. ინტერპოლის გადაწყვეტილება ვერ გახდება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების საგანი. ეხლა დარჩენილია საბოლოო ეტაპი, როდესაც საერთაშორისო ძებნის გამოცხადება უნდა დასრულდეს. ჩვენ ველოდებით ამ პროცესს, მე ვფიქრობ, რომ საკმარის საფუძვლები, რა თქმა უნდა, არსებობს. ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებენ ოპონენტები. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ინტერპოლისთვის მიმართვა ავტომატურად ძებნის გამოცხადებას არ ნიშნავს. მე დამშვენს მოვეხსენებათ რუსებმა წითელ ცირკულარზე და სააკაშვილის ერთი წერილის შედეგად რეკორდულად მოკლე დროში, 5 დღეში მე ამ დევნისგან გამთავისუფლდი. ამიტომ რაღაც ისეთი საკმაო ეძებოს ბადაშვილმა, რასაც მოერევა. თუ ძებნა მაინც გამოცხადდება და მიხეილ სააკაშვილს ინტერპოლის 190 წევრი ქვეყნიდან რომელიმე შეაიყვანენ, შემდეგი ეტაპი ექსტრადირებაა. ადვოკატი ოთო კახიძე ექს-პრეზიდენტის საქართველოსთვის გადაცემას გამორიცხავს და არგუმენტად სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს იხსენებს. ეს არის წითელი ცირკულარით ძებნილი დავით კეზერაშვილის ექსტრადირების პროცესი. თავად ძებნის ფაქტი არაფერს არ ნიშნავს, თუ არ მოხდა პირის ექსტრადირება. და საქართველოს პროკურატურა საკმაოდ წარუმატებელი იყო ამ მცდელობაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ უარი საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს როგორც ძებნის გამოცხადების, ისე ექსტრადიციის ეტაპზე, თუ ინტერპოლი ან მისი წევრი ქვეყანა პროკურატურის მოთხოვნას პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვლის. ზოგადად რას ნიშნავს და ასახაზია თუ არა პოლიტიკური დევნა, ეს განმარტებული არსად არ არის, ეს არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი და ინტერპოლის შესაფასებელი, რომელშიც იქნება კონკრეტულად ეს პირი. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს წარდგენილი. უკვე შეფარდებულია წინასწარი პატიმრობა და გამოცხადებულია შიდა ძებნა. გახდება თუ არა სააკაშვილის საერთაშორისო ძებნილი, ახლა მხოლოდ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოზეა დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას კონკრეტული ვადებით შეზღუდული არ არის.